დინამო ბათუმის ფან-კლუბი განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, კლუბი სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია. დინამოს აქვს სისტემური დავალიანება, რომელიც მათი განცხადებით $1,000,000 ლარს აჭარბებს. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ თანხის არ ქონის შემთხვევაში კლუბს შესაძლო ევროპულ ტურნირებში მონაწილეობაზე უარი ეთქვას. ფან-კლუბი მოუწოდებს ადგილობრივ ბიზნეს სექტორს მხარი დაუჭირო, რომ კლუბზე დაეხმარონ კრიზისიდან გამოსვლაში. მათი თქმით, დავალიანების დაფარვის ვადა 15 ივლისს იწურება. დინამო ბათუმს აქვს ფინანსური დავალიანება, რომელიც ითვალისწინებს ერთწლიან დისკვალიფიკაციას ევროტურნირებზე. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ გავაკეთოთ საგანგებო განცხადება, რომ ჩვენ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა არ შევეგუებით და მოქმედებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქალაქის გუნდი არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამიტომ ვისაც ხელეწიფება ის, რომ დინამო ბათუმში ფინანსური დავალიანება არ მოხდას, ვთხოვთ ყველა იმ ბიზნესმენს თუ ინვესტორს მოვიდნენ და ამ გუნდის გადარჩენაში მიიღონ განმონაწილეობა. დინამო ბათუმის გულშემატკივრები და ბათუმელი საზოგადოება მზად არის იმისათვის, რომ ჩვენ ვიხილოთ გუნდის გაუმჯობესება.